ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით დედათა და ბავშვთა სიკვდილიანობა შემცირდა. უწყება ახლა მომავალი წლის სტრატეგიაზე მუშაობს. მედპერსონალის გადამზადება და ინფრასტრუქტურის გაუმჯობესება ის მთავარი ნაბიჯებია, მისი გადადგმაც მომავალი პერიოდისთვის იგეგმება. პრეზენტაცია ამ წუთებში ჯანდაცვის უწყებაში იწყება, მას ქეთი ხიდიშელი ესწრება. ქეთი, რაზე კეთდება აქცენტი სტრატეგიაში? იმისთვის, რომ საქართველოში დედათა და ბავშვთა სიკვდილიანობა კიდევ უფრო შემცირდეს, ჯანდაცვის სამინისტრომ სპეციალური სტრატეგია შეიმუშავა. სტრატეგიის ფარგლებში მოხდება მედპერსონალის გადამზადება, ინფრასტრუქტურული განვითარება, საზოგადოების უკეთ ინფორმირება და ასე შემდეგ. სტრატეგია მოიცავს პერიოდს 2011 წლიდან 2015 წლამდე. გეგმა უცხოელი სპეციალისტების რეკომენდაციის საფუძველზე შემუშავდა. საქართველოში თითქმის 2/3 შემცირდა ბავშვთა სიკვდილობა, მაგრამ ყოველი ასეთი შემთხვევა არის ტრაგედია ოჯახისთვის, საქართველოსთვის. ახალი სტრატეგია, რომელიც შეიმუშავეთ წამყვან გინეკოლოგებთან ერთად, ასოციაციასთან ერთად, რომელშიც მონაწილეობდა გაეროს ბავშვთა ფონდი, ჩვენი ებრაელი კოლეგები, სწორედ ამას ისახავს მიზანს, რომ შემცირდეს შეცდომები, რომლის შედეგადაც სამწუხაროდ ჯერ კიდევ ადგილი აქვს უბედურ შემთხვევებს სამედიცინო დაწესებულებებში. UNICEF მსოფლიო მასშტაბით მუშაობს, რომ შემცირდეს ბავშვთა სიკვდილიანობა. ბოლო წლების განმავლობაში ჩვენ ამ მიმართულებით დიდ პროგრესს მივაღწიეთ. კარგია, რომ ბევრი საავადმყოფოები იხსნება. საჭიროა მედიკოსების კვალიფიკაცია ამაღლდეს და სამედიცინო მომსახურების ხარისხი გაუმჯობესდეს. აღსანიშნავია, რომ ბოლო 5 წლის განმავლობაში დედათა და ბავშვთა სიკვდილიანობა საქართველოში 2/3 შემცირდა. თუმცა სტრატეგია სიკვდილიანობის კიდევ უფრო შემცირებას ისახავს მიზნად. გეგმა UNICEF-ის დახმარებით ხორციელდება და ის უკვე ხვალიდან ამოქმედდება. ჯანდაცვის სამინისტრო ახალ სტრატეგიაზე მუშაობს. პირდაპირ ეთერში ქეთი ხიდიშელი საუბრობდა.